სამუშაო ჯგუფში ამბობენ, რომ მათთვის გაურკვეველია ის პრინციპები, რა პრინციპებითაც მოხდა საერთოდ ამინისტიის პოლიტპატიმრების და პოლიტდემონთა სიის შედგენა. იქნებ თქვენ როგორც ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი კიდევ ერთხელ განმარტოთ, რა პრინციპებით მოხდა პოლიტპატიმრებისა და მთლიანთა ამ სიის შედგენა. უპირველეს ყოვლისა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ამ მნიშვნელოვანი თემის კიდევ ერთხელ გაშუქებისთვის. მინდა შესწორება შევიტანო თქვენ კითხვაში. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არ ყოფილა არანაირი განსხვავებული აზრის დაფიქსირება, მხოლოდ ორმა ორგანიზაციამ 14 წევრიდან ორმა ორგანიზაციამ დააფიქსირა განსხვავებული ოპოზიცია. ეს იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და 42 მუხლი. დანარჩენი ყველა კომისიის წევრი თანხმდებით იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი და რა პრინციპებიც იყო დეკლარირებული მუშაობის დაწყების დღიდან. რა არის ჩვენი შერჩევის კრიტერიუმი? ჩვენი შერჩევის კრიტერიუმი არის ის, რომ ჩვენ სარგებლობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, რომელიც ავალდებულოა აღსასრულებლად 47 წევრი ქვეყნისთვის, ის მიმართავს 47 წევრ ქვეყანას და ეუბნება, რომ პოლიტიკური განსაზღვროთ პოლიტპატიმრის სტატუსი იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებიც არის მოცემული. ჩვენ იცით, რომ ჩვენი კომისიის შექმნა რამ განაპირობა? განაპირობა ერთის მხრივ იმან, რომ ჩვენ უკვე წლების განმავლობაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, არის რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად დევნის ადამიანებს, ზოგი არის პატიმრობაში, ზოგი არის ქვეყნიდან გაქცეული პოლიტიკური ნიშნით. და მართლაც რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია 2003 წლის დეკემბრიდან, როდესაც პირველი პოლიტპატიმარი გაჩნდა მირცხულავა სახით, შემდგომ სულხან მოლაშვილის სახით პოლიტპატიმარი და წამებული, იმ დღიდან არის ჩართული სწორედ იმ პროცესში, რასაც ქვია პოლიტპატიმრებათა საქმეების შესწავლა და ასევე წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესწავლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაუკავშირდით ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პოლიტპატიმრების თემებზე და ბოლოს მოხდა ესე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელმა ჯგუფმაც უკვე 2007-2008 წლებიდან დაიწყო მუშაობა პოლიტპატიმართა საქმეებზე. და ამ პერიოდიდან არსებობს სია, რომელ სიაზედაც დღეს არის საუბარი, 184 კაციანი იყო ეს სია, თავდაპირველად, რომელიც 185 კაციანი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და ეს გახდა საბაზისო სია იმ პოლიტპატიმრების საქმეებისა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიხილავთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ წლების განმავლობაში პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობა, უბრალოდ პოლიტპატიმართა უმრავლესობა არ ამბობდა, რომ ის იყო პოლიტპატიმარი და ალბათ ეს თქვენთვის გასაგებია, რა მიზეზით არ უნდათ ამ ადამიანებს დაფიქსირებულიყვნენ. იმიტომ რომ თქვენ უკვე იცით და ნახეთ ასევე ტელევიზიით კადრები, რა ხდებოდა ციხეებში და იმ შემთხვევაში თუ კი ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ პოლიტპატიმრები, მათ მიმართ კიდევ უფრო, ესე იგი, მძიმდებოდა რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ბევრმა პოლიტპატიმარმა ვერ განაცხადა თავის დროზე, რომ ისინი იყვნენ პოლიტპატიმრები. 1 ოქტომბრის მერე, ანუ იმის მერე, რაც შეიცვალა ხელისუფლება, სხვა პოლიტპატიმრებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ ისინი ყოფილიყვნენ დაფიქსირებულნი როგორც პოლიტიკური პატიმრები. აქედან გამომდინარე, სია თანდათანობით იზრდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვა საქმეები შემოდიოდა, უბრალოდ სხვა გვარები და საქმეები შემოდიოდა ამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, უკვე პარლამენტში. რა იყო ეს საქმეები? მაგალითად, როდესაც ჩვენ იგივე მუხროვანი საქმე იყო, ეს ენვერი საქმე იყო, ყინწვისი საქმე იყო, 26 მაისის თუ სხვა და სხვა, რაც თქვენთვის უკვე ცნობილია, მოგმართავდა ან ერთი, ან ორი ადამიანი იმისათვის, რომ მისი სტატუსი ყოფილიყო განსაზღვრული როგორც პოლიტპატიმრის. მაგრამ ამ საქმეებში ზოგში 24, ზოგში 17, ზოგში 14, ზოგში 9, აი ესეთი რაოდენობის პატიმრები გადიოდნენ. მაგრამ მომართული ჰქონდათ ერთს ან ორს. იყო ესეთი პოზიციას თუ თქვენ გაინტერესებს თავიდან, რომ მხოლოდ ის ადამიანები იქნენ ცნობილნი პოლიტპატიმრებად, რომლებმაც თავიდანვე თქვეს, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები.
მაგრამ გაჩნდა მეორე პოზიცია კომისიაში, რომ ვინაიდან ესეთი დიდი საქმეები ცნობილი არის უკვე როგორც პოლიტიკური საქმეები, მოდი ერთის გარდა ყველა დანარჩენიც, რომელიც ამ საქმეში გადიოდა, ეს ადამიანებიც იყვნენ პოლიტპატიმრებად ცნობილი, რადგანაც ისინი იძახიან დღეს, რომ თუ კი ჩვენ საქმეში გასული ერთი ან ორი ადამიანი იყო ცნობილი თავის დროს პოლიტპატიმრად, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენი საქმე იყო პოლიტიკური. და მაშინ ჩვენ რა ნიშნით არ გვცნობთ პოლიტპატიმრებად. კიდე გიმეორებთ, რომ პოზიცია იყო ესეთი ის, რომ თქვენ თავის დროზე არ თქვით ამის შესახებ, მაგრამ ვითვალისწინებთ რა იმ მდგომარეობას, რომ პოლიტპატიმრების მიმართ და არა მარტო პოლიტპატიმრების მიმართ თავის დროზე პატიმრების მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და ღირსების შემონახავ მოპყრობას, ეს კომისიამ ჩათვალა იმ გარემოებად, რომ ამ ადამიანებისთვისაც, ვისი საქმეებიც ადრე იყო პოლიტიკურ საქმეებად ცნობილი და ეს ადამიანები გადიოდნენ იმ საქმეებში, ამ ადამიანებისთვისაც მიენიჭებინათ პოლიტპატიმრის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ვინაიდან უმრავლესობის აზრი ამას ემხრობოდა, მეც ეს აზრი გავიზიარე და დღეს ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ვერ განაცხადეს, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ მათი საქმეები ცნობილია პოლიტიკურ საქმეებად, ეს ადამიანები ავტომატურად დაემატება ამ სიას, რომელზედაც მე ვსაუბრობდი. ორგანიზაციებმა, რომლებიც საიამდო კონსტიტუციის 52 მუხლმა კომისიის დატოვების მიზეზად განაცხადეს ის, რომ ეს კომისია ზედაპირულად განიხილავდა რიგ საქმეებს და ითხოვდა, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მომხდარიყო პოლიტევნილების და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შესაბამისად არ ქონდა ჩვენ ვადები იმისთვის, რომ ძირეულად განგვიხილათ თითეული საქმე. ხდებოდა თუ არა რეალურად ზედაპირული განხილვა, რამდენად საფუძვლიანად მოხდა თითეული საქმის შესწავლა და დღეს თამარ ჩუგოშვილმაც აღნიშნა, რომ ამ კომისიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა გეკუთვნოდა თქვენ. ბუნებრივია, საქართველოში ძალიან ცოტა არის ყოფილი პოლიტპატიმარი და მე ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, რომელსაც ეს სტატუსი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მქონდა და ბუნებრივია, ყველა კომისიის წევრს აინტერესებდა ის პრაქტიკა, რომელი პრაქტიკითაც ჩვენი კატეგორიის ადამიანებს, ანუ საბჭოთა პერიოდის პოლიტიკურ პატიმრებს მიენიჭათ პოლიტპატიმრობის სტატუსი და ბუნებრივია, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როგორი მიდგომები იყო თავის დროზე პოლიტპატიმრების მიმართ და როგორი არის დღეს და ჩვენ ასევე განსხვავებებზე ვილაპარაკეთ, საერთო ნიშნებზე ვილაპარაკეთ და ბევრი საკითხი, მაგრამ რაც შეეხება ახლა თქვენს კითხვას, რომ რამდენად ესე ვთქვათ, არასერიოზულად ხდება ამ საკითხის შესწავლა, მე ვფიქრობ, რომ დღეს ამ საკითხის დაყენებაა სწორედ არასერიოზული. ორგანიზაცია, რომელიც თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი, ანუ ყველაზე ძვირად დაფინანსებული ორგანიზაციაა და რომელიც ოდესაც შემოვიდა ჯგუფში და თქვა, რომ მხოლოდ 5 საქმე აქვს შესწავლილი და 5 საქმეზე აქვს დადებული დასკვნა, ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ საიას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თავიდანვე ამ პრობლემას არ უყურებდა როგორც სერიოზულ პრობლემას. მე ახლა ასე მინდა შევაფასო, თუმცა სხვა შეფასებები და სხვა აზრიც არსებობს ამასთან დაკავშირებით. ბატონო რა ვიცი, სხვადასხვა აზრი არსებობს. მე მინდა რომ ამ ჭრილში ვთქვა, რომ ესე იგი, ოდესაც ასეთი სერიოზული ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე სერიოზული დაფინანსება გაქვს საქართველოში და მხოლოდ 5 საქმით ხარ დაინტერესებული წლების 9 წლის განმავლობაში და მეტი საქმე არ შეგისწავლია, მე ვფიქრობ, რომ ესენი ამ საკითხს არ უყურებდნენ თავიდანვე სერიოზულად და აქედან გამომდინარე ეს დასკვნაც დაიდო 2011 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც უკვე რეჟიმი თანდათან სუსტდებოდა და უკვე იწყებოდა ახალი ხელისუფლების მოსვლის ამზადისი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც წლების წინ მუშაობდნენ ამ საკითხებზე და სწავლობდნენ ამ საქმეებს, გაცილებით უფრო მათი აზრი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, ვიდრე ის ორგანიზაციები, რომლებმაც 2011 წელს აღმოაჩინეს, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური, ესე იგი, მათ გამოცემას ესე ქვია, პოლიტიკური მოტივაციით სისხლის სამართლის საქმეები. პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლის საქმეები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ საბაზისოდ აღებულიყო ის სიები, რომელიც ფაქტიურად 2004 წლიდან არსებობდა,
ბუნებრივია ის პატიმრები, რომლებიც გამოდიოდნენ თავისუფლებაში და თავისუფლდებოდნენ, ამ სიას აკლდებოდა და ემატებოდა ახალი პოლიტიკური პატიმრები და ესე იყო 185 კაციანი სია, როგორც მე გითხარით, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. სერიოზულობის საკითხი მინდა ესეთნაირად რამდენად სერიოზული იყო. Რამდენად სერიოზული იყო, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობდნენ. Ამ 185 პატიმრიდან 19 პატიმარი უკვე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან FIDH-ის მიერ არის ცნობილი როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს იყო ფაქტიურად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. თქვენ იცით, რომ ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაშიც აღნიშნული, იყო ჰამერბერგის მოხსენებაშიც აღნიშნული, რომ ხდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავება, დაპატიმრება და დევნა, ისე რომ უკვე საერთაშორისო დონეზე იყო აღიარება იმისა, რომ საქართველოში ხდება ადამიანების დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით და რომ ადამიანები ციხეებში ზიან როგორც პოლიტიკური ნიშნით დევნილები. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ამ პრობლემას სერიოზულობა არ აკლდა. ამ პრობლემას სჭირდებოდა პოლიტიკური, ესე ვთქვათ, გადაწყვეტილება, რომ ეღიარებინათ პოლიტპატიმრები. ის რეჟიმი, რომელმაც ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად აქცია, ბუნებრივია, ამაზე უარს ამბობდნენ და ამბობდნენ, რომ არა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზეც ხდება მათი აღიარება, პოლიტპატიმრები არ არსებობენ და დღეს ვინც ამას რაღაცნაირად ეხმიანება პირდაპირი გზით თუ არაპირდაპირი გზით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისევ და ისევ იმ ძველი ხელისუფლების გამოხმაურება და იმ ძველი ხელისუფლების პოზიციის მეტნაკლებად გაზიარება, რასაც ანუ თქვენ ვფიქრობთ, რომ საია და 42 მოხი ძველი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფება. მე ვფიქრობ იმას, რასაც ვამბობ, რომ ეს არის იმ პოზიციის თანხwebdra, რომელი პოზიციაც აქვს დღესაც დღევანდელ უმცირესობას, ანუ ნაციონალურ მოძრაობას. კაპიტანანა, დღევანდელი უმცირესობა კიდევ აჟღერებს ასეთ ბრალდებას, რომ თქვენ წინასწარ დაპირდით გარკვეულ პატიმრებს, თითქოს რომ ისინი აუცილებლად მოხდებოდნენ პოლიტპატიმართა სიაში და მათ გათავისუფლებას პირდებოდით. ამის პარალელურად კონსტიტუციის 52 მოხმა გააკეთა განცხადება და საიამაც მიანიშნა ამაზე, რომ პატიმრებამდე მიდიოდა ინფორმაცია და დასახელებული იყო ამ შემთხვევაში თქვენი სახელი და ეს პირველად მესმის, რომ ვიღაცამ თქვა, რომ წინასწარ დაგვპირდნენ, წინასწარ ყველაზე დაპირება, ვინც კი იყო 2004 წლიდან. ანუ პირადი ინტერესებით მოქმედებდა კომისიაო და ნაცნობების ჩასმას. ნაცნობების ჩასმა რას ნიშნავს? მაშინ კონკრეტული ერთი გვარი მაინც უნდა იყოს დასახელებული. ეს პატიმარი არის პირადი ინტერესებით ჩასმული. როდესაც ზოგადად არის საუბარი ასეთ საკითხებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული პროცესის დისკრედიტაციისთვის და პროცესის ჩასრულისთვის. თუ იქნება კონკრეტული გვარი და სახელი დასახელებული, მე ამას გავიზიარებ და ბუნებრივია ამას შევისწავლით და ამაზე პასუხს გავცემ. მაგრამ როდესაც კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი განცხადებები, ჩემის აზრით ეს არის უკვე შეტევა პროცესზე და არა რომელიმე კონკრეტულ პატიმარზე. დავასახელოთ კონკრეტული პატიმარი, კონკრეტული საქმე და ვისაუბროთ ამ კონკრეტულ საკითხზე. სხვა შემთხვევაში კიდევ ვიმეორებ, ეს არის დაარტყმა ან დაარტყმის მცდელობა პროცესზე. გაუწევა სპეციალური მიმართვა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ის მოითხოვდა ინდივიდუალური მხარე იყო მისი საქმის განხილვა. ამაზე რა ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ფიქრობს, რომ არ უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი, ბუნებრივია არ უნდა იყოს ამ სიაში მოხვედრილი და ყველა ის პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ მე არ მინდა რომ იყოს სხვა ადამიანებთან ერთად, მისი საკითხი დადგება კომისიაზე და ის იქნება ამოღებული ამ სიიდან. რაც შეეხება რატიშვილის საკითხს, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არასწორი იყო მისი გამოყენება დღეს ასეთი მიზნით, იმიტომ რომ რატიშვილი არის ის პატიმარი, რომელიც ზის განმარტოებით საკანში მარტო, მას აქვს ალბათ რაღაც სხვანაირი ტიპის პრობლემაც, ფსიქოლოგიურიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ ერთი პატიმრის, ესე ვთქვათ, საქმის ესეთი გამოყენება იყო არასწორი. თავისთავად, როდესაც მე ვთქვი, რომ პროცესზე მიდის დაარტყმა და პროცესზე მიდის შეტევა, ბუნებრივია ყოველთვის მოინახება ვიღაცა, ვისი გამოყენება შეიძლება ამ პროცესის აწინააღმდეგოდ. თუ კი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას სურვილი ჰქონდა არა პროცესის შეტევა, არამედ მართლაც არსებული პრობლემის გაზიარება, ეს არ მოხდებოდა გარედან დარტყმით, ეს მოხდებოდა შიგნით, კომისიის შიგნით.
ვინაიდან ეს არ მოხდა და ეს მოხდა სწორედ გარედან, როგორც ეს მოხდა და თქვენ ჩემზე კარგად იცით ეს როგორ მოხდა, რომ კომისიის წევრებმა ეს გაიგეს მხოლოდ და მხოლოდ ეთერებით და პრესით, რომ თურმე 42 მუხტა საიას ეს პრეტენზიები აქვს, ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო სუმცირე არაჯანსაღი მიდგომა და არასწორი მიდგომა, არაკოლეგიალური მიდგომა დანარჩენი 12 წევრის მიმართ. რაც შეეხება რატიშვილის იმან, ვინც მოახდინა ამითი манипуლირება, რომ იძახე. ვინც გამოიტანა, საიამ გამოიტანა ეს, საიამ გააკეთა 42. მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ გამოიყენა ეს. და მასში ჩართულია მისი მეუღლეც და ისე რომ აი ეს ვინ გამოიყენა, მე ხა ამას საგამოძიებო ორგანო არა ვარ და ვერ დავადგენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის რა თქმა უნდა, განიხილება მისი საკითხი, რომ ამოღებული იქნა სამსიიდან, ეს დადგება პირველივე სხდომაზე, როგორც კი შეიკრიბება ჩვენი საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას იყოს თუ არა რატიშვილი ამ სიაში. ვინაიდან მან თვითონ განაცხადა, რომ დანარჩენ პატიმრებთან ყოფნა არ მინდა. ეხლა თქვენ მართალია არც ერთი არ ახართ პატიმარი და ღმერთმა არც ერთი არ გარგუნოთ ეს, მაგრამ წარმოიდგინეთ დანარჩენი იმ 200 ადამიანის მდგომარეობა, როდესაც რატიშვილი მათ იძახის, რომ მათთან ერთ-ერთის კითხვაზე რა თქმა უნდა შეიძლება თუ მას არენდომება იყოს პოლიტპატიმარი დანარჩენ პოლიტპატიმრებთან ერთად და ის კიდევ დააყენებს ამ საკითხს, რომ მას არ უნდა იყოს ამ ინდივიდუალური მინიჭება, ესეთი რამე არ არსებობს არც თეორიულად და არც პრაქტიკულად. ეს არის ერთი აქტი. ალბათ ერთი გაპასუხოთ მაგას. ეს არის ერთი აქტი. ვერ მოხდება ვერანაირად, ვერ მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ერთი აქტი. ეს არ არის თქვათ სასამართლო, რომ ინდივიდუალურ ფორმატში იხილავდეს საქმეს. ეს არის პოლიტიკური აქტი. პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთი პოლიტიკური აქტი, თავისი თანდართული სიით. თუ პირს ეს არ უნდა, ბუნებრივია ის არ იქნება ამ სიაში და შემდგომ თუ ის შეძლებს და იბრძოლებს ამისათვის, მას როგორც მე ვიცი, სულ 7 თვე აქვს დარჩენილი, როდესაც გათავისუფლდება ციხიდან, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და იქ იბრძოლოს იმისათვის, რომ დაამტკიცოს, რომ ის იყოს პოლიტპატიმარი. პირადად მე თამრიკო ჩხეიძეს და ჩემ მეგობრებს, ვისაც აქვს ეს სტატუსი, ჩვენ სასამართლომ დაგვიდგინა ეს სტატუსი, ისე რომ შესაძლებელია მან სასამართლოს გზითაც მიაღწიოს ამ სტატუსს, მაგრამ ამ სიაში თუ კი ის იქნება კომისიის მიერ ამოღებული, ბუნებრივია ვერ მოხდება და ვერც პარლამენტში მისი საკითხი ვერ განიხილება. ნაციონალური მოძრაობა ახალგაზრდების ასოციაცია და კონსტიტუციის 52 მუხტი უნისოში ახდენენ ამ პროცესის დისკრედიტაციას. ეხლა ეს თქვენ გააფორმეთ, მე გეუბნებით, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომ საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, ან თუ არიან, კარგი შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ აღიარებით, ვისაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიცეს სტატუსი. ამას გამოეხმაურა ფაქტიურად ის პოზიცია, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, ეხლა ამის ესე ვთქვათ, კვალიფიკაციას მე თავს შევიკავებ და არ მოვახდენ ამის კვალიფიკაციას, თქვენთვის მომინდია ეს და საზოგადოებისთვის სამჟავროთ, მაგრამ ამას ძალიან ეხმიანება ყველა ის პოზიცია, რომელიც დღეს არის თქმული. და კიდე გიმეორებთ, თუ ვინმეს უნდოდა პროცესისთვის ხელი შეწყობა და პროცესში არსებული, ხა ვერ გეტყვით, რომ იდეალური კომისია სადმე დედამიწაზე არსებობს, არ არსებობს, ხო? ყველგან შეიძლება იყოს შეცდომაც, ან რაღაც არასწორიც, როდესაც შენ სურვილი გაქვს, რომ ის გააჯანსაღო, ის გამოაჯამრთელო, გამოასწორო, ამას გარედან დარტყმით კი არ აკეთებ. შიგნით აკეთებ ამის ლობირებას და ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა და დაფინანსება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან. ასეთი პოპულარულია იმდენად, რამდენადაც რაც მეტი გაქვს და დაფინანსება, მით ბუნებრივია პოპულარული ხარ. საქმეს რომ წარაკეთებდი ამხელა დაფინანსება, თვითონ ხდის პოპულაროს, ხო? აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება მას არ ქონოდა გავლენა კომისიაში და მას არ ეთქმოდა სიტყვა და იქ ვინმე. მაგრამ როდესაც შენ ამას ახდენ, ტორპედირებას ახდენ გარედან, ბუნებრივია ბადებს კითხვებს. იმ კითხვებს, რომელსაც მე რატო ეხმიანება ეს პოზიცია ასე და რატომ შიგნიდან არცადა ამ ორგანიზაციებმა
ეხლა რაც შეეხება არა ერთი რაღაცი მინდა გითხრათ რაც შეეხება საქმეების შესწავლას როგორ ფიქრობთ თქვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას არ ქონდა ხელმისაწვდომობა იმ ადვოკატებთან რომელ ადვოკატებიც იცავდნენ ამ პოლიტპატიმრებს არ ქონდა შეხება იმ პატიმრებთან რომლებიც არიან დღეს ციხეებში და თხოვლობენ პოლიტიკურ სტატუსს მაშინ როდესაც არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ქონდა ციხეებში შესulis უფლება და მონიტორინგი მას შემდეგ რაც გაუქმდა მონიტორინგის ჯგუფი საიას ანუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეს უფლება ჰქონდა ანუ მას იმ პერიოდში შეეძლო ამ პატიმრებთან შეხვედრა დღესაც შეუძლია ამ პატიმრებთან შეხვედრა მათ ოჯახის წევრებთან შეეძლო შეხვედრა მათი საქმეების შესწავლა შეეძლო აბსოლუტურად დამოუკიდებლად კომისიისგან მან ეს არ გააკეთა და აკეთებს საჯარო განცხადებას რომ მე საქმეებს ვერ სწავლობ და როგორ ფიქრობთ ჩვენ ხო ჯერ საქმეების შესწავლაზე არც აქვს საკითხი ჩვენ საქმეებს ისედაც არ უნდა ვეხებოდეთ ჩვენ არ შევდივართ ჩვენ არა ვართ კვაზი სასამართლო ჩვენ არ შევდივართ სისხლის სამართლებრივ განხილვებში ჩვენ შევდივართ ერთადერთ საკითხში იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით და არა ის მათ რა დანაშაულებები აქვთ ჩადენილი დანაშაულში ჩვენ არ შევდივართ ანუ ის პრეტენზიები რომელსაც საია აყენებს თავისთავად აბსურდია მაგრამ თუნდაც ამ აბსურდის მიუხედავად მათ თუ სურვილი ჰქონდათ მათი სისხლის სამართლებრივი საკითხების შეესწავლათ მათ ჰქონდათ ყველა შესაძლებლობა დაწყებულია პატიმართან შესულით ადვოკატთან კავშირით სისხლის სამართლის საქმეების გამოთხოვით ოჯახის წევრებთან ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ და მათ ეს არ გამოიყენეს ის გზა რომ გარედან მოახდინეს ტორპედირება ამ პროცესზე ამნისტიასთან დაკავშირებითაც კითხავთ ანუ იყოს იმაზე რომ ამ მასშტაბიანი ამბობის შემდეგ კრიმინალური ვითარება შეიძლება მოხდეს დაუარესება ამაზე თქვენი პოზიცია როგორია თქვენი კითხვის კონტექსტში ამინისტია საერთოდ არც ერთ ქვეყანაში არ არის საუკეთესო გამოსავალი ამინისტია არის ის გარდაუვალი აუცილებლობა რომელსაც პროცესი აჩენს ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია წლების განმავლობაში რომ ციხეებში პატიმრები არიან უკანონოდ ანუ უსამართლოდ იხდიან სასჯელებს რომ სასამართლოები არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი რომ ეს ადამიანები გახდნენ უსამართლო სასამართლოების მსხვერპლი გაგეკითხებით თქვენ რა გამოსავალია დღეს ამის გამოსწორებისა თუ არა ამინისტია თუ არა საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც აუცილებელი გასატარებელია მაშინ როგორ აღვადგინოთ ის სამართლიანობა რომელიც დარღვეულია როგორ ფიქრობთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია ის რომ თქვათ 1000 უდანაშაულო ადამიანს გამოყვეს 200 დამნაშავე რომელზედაც ხელისუფლება თანაც დამნაშავე ამინისტია არ ეხება ისეთ სერიოზულ მუხლებს როგორიც არის მკვლელობა ბანდიტიზმი და ასე შემდეგ ანუ ჩვენ გულისხმობთ ისეთ მუხლებს რომელიც არც საზოგადოებისთვის არის ძალიან საშიში და თან როგორ ფიქრობთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია რომ 1000 უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდეს თუ 200 დამნაშავე რომელიც შესაძლებელია ეს ვიძახი მაქსიმум შესაძლებელია ამ პროცესთან გამოყვეს და ხელისუფლებას აქვს ვალდებულება რომ თუ ეს ადამიანები კანონს დაარღვევენ რა პრობლემაა ამ ადამიანებს უკან შეაბრუნებენ ციხეებში მაგრამ ჩვენ ხო უდანაშაულო ადამიანების გათავისუფლების პროცესს დავიწყებთ მე ვფიქრობ რომ ადამიანის უფლებათა დამცველი უპირველეს ყოვლისა რაზედაც უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს და ზრუნავდეს ეს არის ის რომ ციხეებში არ იჯდნენ არც ერთი უდანაშაულო ადამიანი მაშინ თქვენ მითხარით უფრო ეფექტური და სამართლიანი მექანიზმი, რომელიც მოახერხებს დროულად და ოპერატიულად უდანაშაულო ადამიანების გამოსვლას გარდა აი ამ წესისა. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, უბრალოდ ამის სხვა გამოსავალი არ არის და მე ამ ხელისუფლების ესე ვთქვათ საწინააღმდეგოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მათი ყველაზე სერიოზული დამნაშაული, ყველაზე უსამართლო ესე ვთქვათ ქმედება, როდესაც დღემდე ციხეებში ზიან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები და სხვათა შორის ის ადამიანები, რომლებიც სწორედ იმ გუნდის გამოზიან დღეს, ქართული ოცნების გამოზიან დღეს ის ციხეებში, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდნენ და მათთვის არაფერი არ შეცვლილა. ისინი დღესაც ციხეებში არიან და ის ადამიანები, რომლებსაც იგივე ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოსვლამდე აღიარებდა, რომ კი პოლიტპატიმრები არიან, დღემდე ის ადამიანები დღეს ციხეებში არიან. ორი თვეა გასული, მას მერე რაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდნენ და ამ ადამიანების უკანონო პატიმრობა გრძელდება. ბატონო
იცით რა, ჩვენ ვერ შევიყვანთ ვერავის, ვინც არ მომართავს კომიტეტს. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, ვინც დღეს არის პოლიტიკურად დევნილი და არის ქვეყნის გარეთ, მაგრამ შესაძლებელია ეს არის ჩვენი პრობლემაც, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველა ადამიანებამდე მიგვეტანა ის, რაც უნდა ცოდნოდათ მათ, რომ თუ კი ისინი მომართავდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ანუ ეკაბესელიას კომიტეტს, ჩვენ მათ საქმეებს შევისწავლედით, მაგრამ ფაქტია, რომ არ მოუმართავთ. ვინც მოუგმართა, ყველას შევისწავლეთ. მე შემიძლია მხოლოდ ჩემი პირადი აზრი გითხრათ, იმიტომ რომ კომისიას ჩვენსას ჯერ ეს არ განუხილავს. ლევან პირველის მიმართ, როგორც მე ვიცი, არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე. ეს ჩვენ სიაში ყოფნა, ეს არ არის არანაირი ჯილდო ხალხო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა უსამართლობის გამოსწორებისა. მის მიმართ არ არის არანაირი სისხლის სამართლის საქმე, როგორც მე ვიცი. ლევან პირველის სისხლის სამართლის საქმე. არ ვიცნობ და ამიტომ რატომ ამბობთ, რომ არ არის მას საქმე? არა, არსებობს სისხლის სამართლის საქმე ნიკა უჩანეიშვილის მკვლელობაში, სადაც არსებობს მოწმე ვიკა უჩანეიშვილის ჩვენება, რომელიც პირადად ადებს ხელს ლევან პირველს, როგორ ესროლა ნიკა უჩანეიშვილს. ეს მოხდა 1999 წელს. ქალბატონო ნანა, თუ არ იცნობთ საქმეს, მაშინ რატომ ვამბობთ, რომ მასზე არ არის საქმე? არა, მე ასეთი მკაცრი ტონით არ მიპასუხე და ასეთი მკაცრი ტონით პასუხი არ ველოდი. იმიტომ რომ მე გითხარით, როდესაც პასუხი დავიწყე, რომ ჩვენ ეს საქმე არ შეგვისწავლია, ამიტომ მე გეუბნებით ჩემ ინდივიდუალურ აზრს მეთქი. მე გითხარით, რომ კომიტეტში ჯერ არ შემოსულა მისი საქმე არ არის განხილული და მე არ ვიცნობ, ეხლა დღეს გავიგე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ამიტომ ძალიან გთხოვთ ერთმანეთთან მეყოთ კორექტულები, იმიტომ რომ მე გითხარით არ ვიცნობ საქმეს და ვინაიდან არ ვიცნობ საქმეს, გითხარით ის, რაც მე ვიცი. დღემდე მე ვიცი, რომ მის მიმართ არ იყო ეს და ეხლა გავიგე, რომ იყო. თუ ეს საქმე შემოვა კომიტეტში განსახილული, რატომ დატოვა მაშინ თუ მის მიმართ არ არის საქმე აღძრული, რატომ დატოვა საქართველოს ეს ელემენტარულად ხო უნდა? იცით რა, ვახო კომახიძის წინააღმდეგაც არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, მაგრამ მან დატოვა. მას უშუალოდ მკვლელობაში ედებოდა. არა, მე არ ვიცი მეთქი, გიპასუხეთ, რომ მე არ ვიცოდი ამ წუთამდე, რომ მას ედებოდა რაიმე დანაშაულში ედებოდა ბრალი და თუ ის თვლიდა რომ იყო როგორ გეკადა? და თუ მას ამის სურვილი ქონდა, უნდა მოემართა კომიტეტისთვის. ახლა ჟურნალისტის ნათქვამით ხომ ვერ შევიყვანთ სიაში ხალხო. მას უნდა მოემართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის. კომიტეტი გადმოგვიგზავნიდა ამ მასალებს ჩვენ და ჩვენ ამ მასალებს დღემდე ეს არ არის მოსული. და ლევან პირველმა გუშინ განაცხადა, რომ რამდენჯერმე მივმართეთო მოთხოვნით, რომ მოხვედრილიყო კომისიასო. არავის არ მოუმართავს, სრული პასუხისგებლობით გეუბნები, კომისიისთვის არავის არ მოუმართავს. კომისიას გუშინ თუ მომართათ, ჯერ ახლა ჩვენ ელვისებური სისტრაფით დღეს ამ დოკუმენტებს ვერ მივიღებდით. ეს უნდა დარეგისტრირებულიყო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, ანუ ქუთაისში პარლამენტში და შემდგომ ჩვენ გადმოგვეცემა ის. ალბათ თუ ეს შეტანილი აქვს, გადმოგვეცემა ვნახავთ. თუ მის მიმართ არსებობს დევნა, ბუნებრივია, ჩვენ ალბათ კომიტეტი ძალიან ცოტა დრო დარჩა და არ ვიცი ჩვენ მოვასწრებთ თუ არა. მე არ ვიცი ქუთაისში ჩაშლის მერე ჩვენ რა სახის რა მასშტაბის საქმეები დაგხვდება. რაც დაგხვდება იმის მიხედვით შევისწავლით, მაგრამ ბუნებრივია მოვიფიქრებთ რაღაც მექანიზმს, რომ შემოსული საქმეები არ დარჩეს უყურადღებოდ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 12 კაცი რადგან ამას ვერ გაწოდება ამ საქმეებს, ეს ვიღაცამ თაროზე შემოდოს და მერე გადაულოცოს მომავალ ხელისუფლებას. ჯერ მოდით ტერმინი უკანონოდ დაპატიმრებულები არ შეიძლება ვიხმაროთ, ეს არის უსამართლო დაპატიმრებული, იმიტომ რომ კანონი ნიშნავს, რომ მასზე არის გაცემული სანქცია, მას აქვს კონკრეტული მუხლი და ის ზის ამ კონკრეტული მუხლით, მაგრამ რამდენად სამართლიანად ზის, ეს არის. ეს უსამართლო საქმეები, რა თქმა უნდა გადაიხედოს. თქვენ იცით, რომ ამაზე პროკურორმაც გააკეთა განცხადება, ამაზე იუსტიციის სამინისტროც მუშაობს, ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც ამ საქმეებს განიხილავს და ბუნებრივია, პარლამენტი არ არის ის ორგანო, რომელმაც ეს საქმეები უნდა შეისწავლოს. პარლამენტში უნდა შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც
ყველა ესეთ გახმაურებულ საქმეებზე მოახდენს რეაგირებას და შეისწავლის და მე როგორც ვიცი იქ იქნება სამოქალაქო საზოგადოებაც ჩართული და მისცემს რეკომენდაციებს შემდგომ პროკურორს რომელი საქმეები არის პრიორიტეტული და რა განიხილოს. პარალელურად იუსტიციის სამინისტროშიც იქნება ჯგუფი, რომელიც ასეთ საქმეებს შეისწავლის და გადაუგზავნის მერე პროკურორს, ისე რომ პროკურატურას, ისე რომ რა თქმა უნდა ეს უნდა გაკეთდეს. ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს გათავისუფლდებიან ამინისტიით, მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ საშუალება იმისა, რომ მათ თავიანთი უდანაშაულობა სამართლიანი სასამართლოს წინაშე შეძლონ და ამტკიცონ. ანუ ჩვენ მათ არ უნდა ჩამოვართვათ, არ უნდა წავართვათ უფლება იბრძოლონ, ესე იგი, უდანაშაულობისთვის, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ამინისტია არ არის ის აქტი, რომელიც მას აბსოლუტურად ათავისუფლებს. ეს არის ის აქტი, რომელიც მხოლოდ თავისუფლებას ანიჭებს, მაგრამ უდანაშაულობა უნდა მიანიჭოს მას მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანმა სასამართლომ. ამიტომ ჩვენ ამასაც აუცილებლად უფლებადამცველები ამასაც აუცილებლად მოვითხოვთ პარლამენტისგან, რომ არა მხოლოდ გათავისუფლება, არამედ სასამართლოს გზით ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება იბრძოლონ თავიანთი უდანაშაულობისთვის.